ეხლა დაიწერა ეს ერი სახელმწიფო და მისი ინტერესები. მაგრამ ეს ერი სახელმწიფოებიც არსებობს დიდი, ძლიერი ზესახელმწიფოები, რომელიც აიხა ამბობენ მულტიპოლარულ სამყაროში სამი ძალა მაინც და შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი, რამდენიც არ უნდა ეცადონეს რუსეთი დააკნინონ რეგიონულ ძალამდე არ გამოდის ეგ ამბავი. მთელი ისტორიის მანძილზე ცდილობდნენ ჯერ რუსეთის, მერე საბჭოთა კავშირის და მერე ეხლა კი ისევ რუსეთის დაკნინებას, რომ არა, ეს დაიშლება. მალე დაიშლება, განადგურდება, აღარ იქნება. არ არის ხო ეს რეალური გამოჩნდა, რომ არ არის რეალური. და ყოველთვის ხო უნდა გამოხვიდე იმ რეალობიდან, ხო? და დაუბრუნდეთ მაშინ აი იმ კითხვას, რაც თქვენ. აი რეალობიდან გამომდინარე რა შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ. თქვით, რომ ძალით ჩვენ თავს ვერ დავიცვათ. სამხედრო ძალით. ეგ შეუძლებელია. ის კი არა მეზობლებისგანაც ვერ დავიცავთ. მეზობლებსაც ჩვენზე ძლიერი სამხედრო ძალა ყავს ყველა. საოცრებაა ჩვენ ზღვაძგვაქვს, ფლოტი ყავს და აღარ ყავს და აგერ სასომხეთს აქვს. ჩვენზე ძლიერი. ხო და აი მაგაშია საქმე. ამიტომ რა. და აქ უნდა გავიხსენოთ ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანის და ერთიორის განსაკუთრებით ნათქვამი, რომ პოლიტიკა და მისი ინსტრუმენტი ამ პოლიტიკის გატარების დიპლომატია შესაძლებლის ხელოვნება, შესაძლებლის მიღწევა. არის რაღაცეები, რასაც იმითაც ვერ მიაღწევ, მოლაპარაკებითაც და იმითაც. იქ ისევ და ისევ ზესახელმწიფოების ძალის პრიმატია. ისინი უფრო ძლიერები არიან და თამაშის წესებს საერთაშორისო პოლიტიკაში როგორც წერდნენ ეს ზესახელმწიფოები, ისე წერენ ეხლას და ისე დაწერენ ხილულ მომავალში, როგორც ამბობენ ხოლმე.